გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და მინდა შემოგთავაზოთ ერთი პატარა კაშრა თუ რას მოიტანს ზოგადად შემოდგომა, როგორი იქნება შემოდგომის ენერგიები ჩვენ ცხოვრებაში. ასევე მინდა გითხრათ ისიც, რომ ვიცი ამ ბოლოს ვერ გამოდის კაშლები ხარისხიანი, რადგან არ ვიმყოფებ იქ, სადაც უნდა ვიყო, მაქვს ძალიან ბევრი საქმე, ვარ გადარბენაზე, ვცდილობ ყველაფრის მოგვარებას და დროში ჩატევას. ერთი წამიც კი არ მაქვს დასაკარგი დრო, ვცდილობ გამოვყენო მაქსიმალურად ყველა წამი, ყველა წუთი და ალბათ ღვთისწყალობით მალე ვიქნებ იქ, სადაც წესით უნდა ვიყო, იქ სადაც ჩემი ნივთებია და შევეცდები რომ გავაგრძელო ყველაფერი უფრო სრულ ფასოვნად. მაგრამ ისე მიყვარხართ ჩემი მაყურებლები და ისე მიყვარს დასტის გაშლა, რომ ვცდილობ, არ მაქვს დრო, ვიცი რომ არ მაქვს დრო, მაგრამ ძალით ვნახულობ დროს იმისთვის, რომ დასტა გავშალო. და ეხლა ნახოთ, რას გვთავაზობს შემოდგომა, როგორი იქნება ზოგადად შემოდგომის ფონი ჩვენ ცხოვრებაში და გადმოვარდა ერთი არკანი, აქ არის საუკეთესო მეგობარი ჩვენ ცხოვრებაში, ვიღაც საუკეთესო მეგობარი დაფიქსირდა, ეს შესაძლებელია იყოს ფორმიანი ადამიანი, რომელიც იქნება ძალიან საუკეთესო მეგობარი თქვენ ცხოვრებაში, რადგან ამ ადამიანს უყვართ ძალიან ბევრი ფიქრი, ის ფიქრობს ძალიან ბევრს და ყოველთვის იღებს სწორ გადაწყვეტილებებს. მაგრამ უნდა ვაღიარო ისიც, რომ სასიყვარულო სფეროში ცოტა ცივი ენერგიებითაა, მაგრამ თუ ის თქვენ ცხოვრებაში მეგობრული ფორმით დაფიქსირდა, ადამიანი, რომელიც შეიძლება ფორმიანიც იყოს, ის იქნება ძალიან კარგი ერთგული მეგობარი. და სანდო მეგობარი, ვინაიდან მას არ უყვარს და ზოგადად არ ახასიათებს არასწორი ნაბიჯების გადადგმა. და როგორც აღვნიშნე, ბევრთან შეიძლება ეს იყოს ფორმიანი ადამიანი, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ მაინდა-მაინც ყველასთან ფორმიან ადამიანად დაკავშირდეს. შემოდგომის დროს თუ თქვენთან შემოვიდა სამეგობროთ ადამიანი, უცხო ადამიანი, მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი იქნება ძალიან კარგი ერთგული ადამიანი სამეგობრო თქვენ ცხოვრებაში. და კიდევ ნახოთ, რას გვაჩვენებს ოქტომბერი. როგორი იქნება ოქტომბერი? ხართ ძალიან ფიქრის პროცესში, ფიქრობთ ძალიან ბევრს და ზოგიერთი თქვენგანი ფიქრობთ, რომ ხართ დაზარალებული რაღაც ურთიერთობაში. ბევრთან შეიძლება ეს დაფიქსირდეს, როგორც ფინანსები. ხართ დაზარალებული, ფიქრობთ და წარმოგიდგენიათ ასე საკუთარი თავი დაზარალებულად, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ასე ცუდადაც არ არის, როგორც თქვენ გონიათ. თქვენთან შემოვა მეგობარი, შეიძლება ეს ზუსტად ის მეგობარი იყოს, რომელიც წეხან აღვნიშნე, მაგრამ აქ ძალიან ბევრთან დაფიქსირდა ბავშვობის მეგობარი. შემოდის ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან იცნობთ. შესაძლებელია უკვე მივიწყებულიც გყავდეთ ეს ადამიანი დროის არქონობის გამო, მაგრამ შეგახსენებთ თავს და ის გადმოდგავს თქვენთან ნაბიჯებს და დახმარების ფონზე და ის შემოგთავაზებთ დახმარებას. ადამიანი დაასტაბილურებს თქვენ ცხოვრებაში იმ პრობლემას, რომელი პრობლემას თქვენ გაქვს ეხლა და რომელ პრობლემასაც ანიჭებთ უპირატესობას. შეიძლება კიდე შეგახსენებთ, რომ ეს იყოს რაღაც პატარა პრობლემა, მაგრამ თქვენ აზვიადებდეთ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, აზვიადებთ თუ არ აზვიადებთ, ადამიანი გამოგიწვით დახმარების ხელს. ადამიანი დაასტაბილურებს თქვენ პრობლემას. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს ადამიანი დიდი ალბათობით შესაძლებელია ზოგთან იყოს ბავშვობის მეგობარი, მაგრამ შესაძლებელია ბევრთან შემოვიდეს სასიყვარულო სფეროში ბავშვობიდან წამოსული მეგობარი, რომელიც სასიყვარულო სფეროში შემოვა თქვენ ცხოვრებაში და თქვენ ცხოვრებაში დაასტაბილურებს, ასე ვთქვათ, სასიყვარულო ფონს.
როგორც თავიდან აღვნიშნე, კიდევ ვიმეორებ, ზოგთან ეს მეგობარი იქნება ფინანსების სახით და ფინანსების სახით აგეხმარებათ, ზოგთან შეიძლება შემოვიდეს სასიყვარულო სფეროში ის ადამიანი თუ ყავდათ ბავშვობის შეყვარებული რო იყვნენ, შეიძლება წამოვიდეს ასეთი ადამიანის სასიყვარულო ფონზე. აქ ასევე შემოდგომა აფიქსირებს იმას, რომ თქვენ მუშაობთ ძალიან ბევრს, რადგან მიაღწიოთ ოცნებას, ჩაფიქრებულ ოცნებას, თქვენ გაქვთ რაღაც სურვილი მეორე ეტაპზე გადასასვლელად და თქვენ გადახვალთ ცხოვრების მეორე ეტაპზე, მეორე ფონზე, რისთვინაც ბევრს შრომობთ. თუ ვინმე ცხოვრებაში წასულია პარტნიორი გაბრუნებულია, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვა ვიღაც ახალი ემოციებით სავსე და ადამიანი გახდება თქვენი ერთგული, თქვენზე მზრუნველი და ასე რომ ვთქვათ, ის გახდება თქვენი ადამიანი სადარაჯო ფონზე. ან შესაძლებელი ადამიანი ახალს უკვე გდარაჯობდეთ, გითვალთვალებდეთ, რომელიც მალე გამოგიტყდებათ სასიყვარულო სფეროში, ან შესაძლებელია კიდე უკვე შემოსულია სასიყვარულო სფეროში ეს ადამიანი. ადამიანი გითვალთვალებთ და თუ ადამიანი შემოსულია თქვენ ცხოვრებაში, ის არის ძალიან ერთგული, ის იქნება ძალიან ერთგული, სულ სადარაჯოზე მზად ყოფნაში, ასე რომ ვთქვა. ანუ ადამიანი ცდილობს დაგიდგეთ გვერდში, შეამჩნიოს თქვენი პრობლემა, თუ რა პრობლემა გაქვთ და როგორ ამოავსოს თქვენი პრობლემები, თუ მოაგვაროს ის პრობლემა, რომელი პრობლემაც თქვენ გაქვს, მეგობრებო. ადამიანი გიდარაჯებთ იმიტომ, რომ შეამჩნიოს თქვენი პრობლემები, რადგან ეს პრობლემები თვითონ მოაგვაროს თქვენ ცხოვრებაში. აი, ასეთი ძვირფასი და საყვარელი ადამიანი შემოვა თქვენ ცხოვრებაში. შესაძლებელია თქვენ მუშაობთ ძალიან ბევრს, ხართ ძალიან გადაღლილი, ხართ ჭირვეულ ფონზე, შესაძლებელია ბევრმა იფიქროს, რა დროს სიყვარულია, ამ თემისთვის არ მცალიაო, მაგრამ თქვენ ცხოვრებაში აუცილებლად დაფიქსირდება ადამიანი შემოვა თქვენ ცხოვრებაში და ზოგი ერთებს თვითონ შეგახსენეთ ეს ადამიანი თავს, რომ მე ვარ თქვენს გვერდით, მენდეთ და მე მოვაგვარებ თქვენ არსებულ პრობლემებს. ადამიანი, რომელიც შემოვა თქვენ ცხოვრებაში, არის მშრომელი ადამიანი და მართლა დაგიდგებათ გვერდში და მოგაგვარებიებთ პრობლემებს. კი, ადამიანი გულწრფელად გთავაზობთ დახმარებას და გადაგიჭრით არსებულ პრობლემას. მე კი ახლა ამით აგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. მე კი ასეთ ერთგულ მეგობრებს გისურვებთ ყველას გარშემო, როგორი ერთგული მეგობარიც აქ ჩემ არკნებზე დაფიქსირდა და ჩემმა არკნებმა დააფიქსირეს.